მშვიდობის როგორი ლამაზი წვეთები მაქვს გესალმებით კიდევ ერთხელ როგორ ახართ შობა გამოგიტოვეთ მაგრამ იმედია მაპატიებთ იმიტომ რომ გადასატანი დღეები მქონდა სიცხეებით კირილები დედა ძახილი ხოდა მეზობელი ტრიკოტია გარეთ გამოსულდნენ გავერთე ჯერ გარეთ არ გავსულვარ ეხლა გადავწყვიტე რომ სანამ შიმშილით მოვკლავ ბავშვს და მოგონილი საჭმლით წავიდე ორნაბიჯში და ხილი და ბოსტნეული გამითავდა იმდენად მონატრებული ვარ გარეთ ყოფნას რომ აქ უკანა ხედვის სარკით მაგრად ვერ დავი წავედი და ვნახოთ ეს ორნაბიჯი რო არ იყოს არ ვიცი რა მეშველებოდა ალბათ ვერაფერის ყიდვას ვერ შევძლებდით მგონი იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ეძროხა მჭირდება რძეს სვავს გიჟივით ვნახოთ რას ვიყიდით და რამდენად და თან ჩოვჭორავდეთ რომ მოვალ ეხლა მანქანას ვათბობ იმიტომ რომ არასდროს არ ვათბობ ხოლმე და ვიცი რომ არ ჭირდება ნუ ახალ მანქანებს ეს ჩემი ახალიც აღარ არის მაგრამ იმ დღეს აკუმულატორი დამიჯდა ეს განწერული ანუ ამ ამბებამდე არ მომეყოლია თქვენთვის ხო და სავარაუდოდ ვიღაცამ კარი დატოვა ის ვიღაცაც ვიცი ვინ არის დამჭირდა პერემიჩკები არ ვიცი ქართულად როგორ არის დამტენი ერთმანეთის დამტენი მოწყობილობა და ვუფრთხილებ იქამდე აკუმულატორს და ახალს ჩავდგავ წავედით ახლა მანქანებს უყურებ რომ გავიარო და მაგრად მონატრე ერთი სულ მაგ დღეს წვიმა რო არ ყოფილიყო ალბათ ფეხით გავიდოდი იმ პარკებს ვათრევდი მაგრად დავიტანჯებოდი ვიწუწუნებდი მე ჩაწითლებული მხრით და ხო არა ვერ გავივლი ძალიან მეშინია ეხლა მე არ გავცივ და კიდე რაიმე არ მოუტანო არ გადავდო და ასე შემდეგ მე როგორი ელეგანტური ქალი არ ვიცი დაინახავთ თუ არა ბეწვის საყელო და თავს ძალიან ლამაზი ფერი იასამნის ფერი თავსაბურავი ქონდა წავედით მოვიარე საბჭოს მოიწონი ანუ გარეთ მინდა ხალხო ქუჩაში მინდა ცენტრალიზაცია დამტაკა არ ვიცი 100 ლარი დავხარჯე თქვენ ეს ყიდულობთ ხოლმე ძალიან საინტერესოა რითი იკვებებით იმიტომ რომ ფაქტიურად არაფერი არ მიყიდია რომ შევალაგებ ახლა მოცივაში არაფერი არ იქნება ნიკოლას სუში უნდა და რა თქმა უნდა ფულს არ გავემეტებ განუძახებაში და უფრო ბევრი იქნება და ეს თავზე ავიღებ და ყველი სუშისთვის ავოკადო ძვირი მივეცი და ხილი პორტოხალი ბანანი აღარ შემხდა მეგონი კარტოფილი გაძვირდა არა ლარი დავწერთ 15 ღირს და 5 მარეთის კარტოფილი 3 ლარი დამჭა ხორდაბი მარა და ვაშლი მაყიდა თუ კატის საჭმელი და გადამწონა კატის საჭმელმა სუშისთვის და ჭარხალი მაქვს ნაყიდი მოვხარშავ და გავაკეთებ იმიტომ რომ სხვანაირად მე ჭარხალს ვერ ვჭამ არ ვიცი არ მიყვარს სასტიკად არ მიყვარს რაღაცა სამიცალი მრგვალი ბრინჯი ფქვილი პილმენი ხაჭო მიფუჭდება და ხაჭოს პილმენს გავაკეთებ ცოტა ოდენს გაბძო ეს ყვალი რომელსაც ყიყლიყოებს რომ ვუკეთებ ზემოდან ბუდობ ხოლმე ძალიან უყვარს და ბუდობ ბროდებში
ეს მაკარონი. ორი ცალი ეს. თქვენთას ეწვალებთ ორნაბიჯში კონსულტანტებს გახია გამოხია კოდები გაიტარებინა. ძალიან მომწონს ეს პური. არ ვიცი დაგიგონებიათ თუ არა. ცოტა ძვირი გამოდის მე მგონი, მაგრამ მომწონს. შაქრების დიდი დოზა, მაგრამ ზე ორდღე არ ქონდა ძახვი და ვაწყავ და მოუტანა. ეს ორი ცალი. ეს ყველაფერი იყო ზუსტად 90 ლარის. არ ვიცი 90 ლარი ვიშოვოთ, რამდენამის ვაკეთებთ და ფაქტიურად ხორცი მქონდა და იმ იმედზე გავადი, რომ ქათმის ხორციც მაქვს, ფარშიც მაქვს და ეგეთი ამბები. ცოტა მოუხასიათდით, ცოტა ამოვისუნთქეთ, უკეთ ვართ და მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, სიყვარულისთვის, იმ ემოციებისთვის, რაც თქვენგან მივიღე. ვიცი, ბედნიერი ვარ, რომ ხართ თქვენ, მაგრამ ერთი კომენტარი იყო, რომელიც მე წაიშალა. არც ვიცი უნდა განვიხილო თუ არა და თავი გავუყადრო, მაგრამ ზოგადად თეორიულად გავიაროთ. ზოგადადაც არის ხოლმე ესეთი მოსაზრება საზოგადოებაში, რომ თუ მარტო ხარ, ვერაფერს ვერ გაართმევ თავს. პირველი მოდი იმით დავიწყო, შედები ჩემი ტელეფონის მეხსიერებაზე მაპოტებს. ხო, ეს არც მახსოვსად ვეყავ, მაგრამ გავაგრძელებ მაინც ისე. ჩემი ის მომენტი, რომ მიწევს ამდენი რამის გადატანა, ეს არის ჩემი ბრალი. და მოსაზრება ის, რომ ადამიანს მარტოს არ შეუძლია რამე აკეთოს, ძალიან შემცდარხართ. არსებობენ ძალიან მაგარი გოგოები, რომლებიც სახლებს იცვლიან, მანქანებს ყიდულობენ, ძალიან ხშირად. და მე არასდროს არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ მათ არავინ არ უკეთებს ამათ. მამან, ქმარიან, საყვარელიან, როგორც თქვენ მოიაზრებთ და ხო ერთ-ერთი კომენტარი იყო ასეთი, რომ ალბათ თუ ვიღაც გყავსო და გეხმარებაო და იმიტომ არ იღება ჩვენგან დახმარებასო. მოდი აქედან დავიწყოთ რა, რომ წყავდეს მე თქვენ რა. ანუ გაჩვენოთ, პროცესში ჩაქრთოთ, თუ როგორ მოვიქცე. ჯერც ერთი ჩემი ნებისმიერ ნაბიჯი ცხოვრების განმავლობაში ვფიქრობ, რომ არ არის სამარცხვინო. არც ის არის სამარცხვინო, რომ დასრულ ადამიანს ყავდეს პარტნიორი. ეს არ ვიცი თქვენ რომელი საზომით ზომავთ ის, რომ ყავდეს აუცილებლად ქმარი ერქვას, პასპორტში შტამპი ქონდეს და 24 შვიდზე დედის ერთ ადგილს თავზე ახურავდა, ეს არ ვიცი ეს. ანუ ძალიან ბევრი ქალი ცხოვრობს დღეს იმ ყოფაში, რომელსაც მე გამავექეცი. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვინმე მყავს და ვინმე ამ ყველაფერს მიკეთებს, ძალიან კარგი, გავუშვით კოსმოსში ეს ყველაფერი მე თანახმა ვარ, რომ უცებ გაიხსნას ცა ჩამოვარდეს ვიღაც ძალიან მაგარი ტიპი. როგორ ვღადაობ ხოლმე, ბრგე. ჯანიანი. აკეთოს ჩემს მაგივრად ყველაფერი მოუაროს ჩემს შვილებს, მაგრამ თქვენ ხო იცით, რომ ეს მხოლოდ ზღაპრებშია ხალხო და არც ვიზუალით, არც არაფრით არ ვარ მე ის ქალი, რომ ვიდმე ესე მეტაკოს და მთელი ჩემი ცხოვრება გადაიბიროს თავის ვალებიანად, ვალდებულებებიანად, შრომიანად და ხო, მაგის დამწერს ერთი ჩაგეკითხები, რომ ანუ მე რომ ამ კომპანიას ვაწყობ და ვირივით ვარ გაგდებული და 24 შვიდზე სახლებს ვხეხავ, მაგ დროს ის ჩემი პრინცი სად არის? ნეტარას აკეთებს, რატო არ მაძლევს მაშინ ფულს? ხო, ანუ თქვენ წარმოდგენების ზღვარს ცდება. ძალიან ნორმალური ადამიანს თუ ვინმე ეყოლება, მაგრამ ის ვინმე
ვერასდროს ვერ გაგიკეთებს შენს გასაკეთებელს. რა ვიცი, მამები არ აკეთებენ. ხო და გავუშვით კოსმოსში მე თანახმავარ. მიხარია და ხშირად დაწერეთ ხოლმე, მაგით მე არ მაკლდება. ნებისმიერი თქვენი წარმოდგენა გამომდინარეობს თქვენგან. ანუ თქვენი ქვეცნობიერიდან, თქვენი რაღაცებიდან. მე არასდროს არავის არ მიფიქრია, ვინმე ეყოლება თუ არა თუნდა წავდეს რა ჩემი საქმეა. მე ადამიანს ვიღებ ისეც, ყველას გარეშე ვინ წავს, არ ყავს, იმად გარეშე ჩემთვის ძალიან მისაღებია ის და ის ჩემს იქით რას აკეთებს, ვინ ყავს, ვისთან არის, რა ჩემი საქმეა და რა ჩვენი გასარკვევია ან თქვენი. თუმცა რა ვიცი. ცხოვრება არავინ არ იცის ეს აფიშირებული და შუბლზე დაწერილი მთელი ურთიერთობები ჩემთვის ძალიან შემზარავია. თუ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი და ღირებული, მე მაინც ბებერი ვარ და ვიცი რომ სიყვარულსა მალვა უნდაო, ჯერ ციბარებენ. ხო და არ ვიცი რა გითხრათ, ანუ ხუმრობიდანაც რომ გამოვიდეთ, თქვენი პრობლემაა ეგ ხალხო. რომც არსებობდა ჩემს ცხოვრებაში ვინმე, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩემ ორს დასრულ შვილზე და ჩემს ყველაფერზე. რა ვიცი, რატო ფიქრობთ? შრომა გაჭიროება არის ისეთი მნიშვნელოვანი რამე, რომელიც გაღებინებს გადაწყვეტილებას იმაში, რომ შენ მეტი იმუშაო. ამ შემთხვევაში ეს ჩემზე ამორგებული. 5 კომპანიაში ვმუშაობ ბუალტრად და დანარჩენ ჩემს საქმეს ვაწვევი. ასე რომ თქვენ ჩემს ფულს ნოითვლით, არც ბევრი მაქვს და არც ცოტა და ძალიან ბევრი ვალდებულებები მაქვს. არც არავის დახმარება მჭირდება, არც ისეთი უნარო ვარ, რომ თქვენი ნაშრომი ნებისმიერი ჩემი გამომწერი ხო ხართ, ანუ 40% ემიგრანტი ხართ ხალხო. თქვენი ნაშრომი 5 ლარიც რო იყოს, ვაფშე არ შემერგება რა. მე იქამდე სანამ რაღაცის მოლოდინში ვარ, სანამ ბანკში სესხი არსებობს, სანამ ჩემი სამსახურები მაძლევს ამის საშუალებას, არ ფიქრობთ რომ 5-დან 5000 მაქვს შემოსავალი, მასე ნუ დაითვლით. 100 და 200 ლარია ყველა შეფასი, იმიტომ რომ დისტანციურია. მაგრამ ეს სტაბილურია და რაღაცებს მიგვარებს. თან ის კაციც ხომ არსებობს, რომელიც უზრუნველყოფას მიკეთებს ბევრი რამით. ხო და თქვენი მე არაფერი არ შემერგება. შეუძლებელია რომ ის ფული მე გამოვიყენო. ასე რომ მიყვარს ხოლმე მასეთი კომენტარები, უბრალოდ მალე წაშალა. ვერ მოვასწარი და სკრინვა. თორე აუცილებლად გამოვაჭენებდი და უფრო კარგად ვიღადავებდი. მყავდეს. თანახმავარ შენთან. ყოველ დღე დამიწერა. მე თავის რაში ვიჭერდები. 43 წლის ვარ, 24 წლის და 17 წლის შვილი მყავს. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას და დაახლოებით 40,000 ბანკის ვალი. რა ვიცი. ვინმე უსახლკარო თუ იფიქრებს რა მოვიდეს და ჩამესიძოს და კარგია. კოცნით გეფერებით მეყვარხართ და წავედი ახლა დავიწყო სულში, სანამ ჩემ შულს კვება მოუწევს თან ჩემი დაქალები რა გავანი იმათაც უნდა გადავარკვევ. ძალიან მეყვარხართ. დაჟე ეს კომენტარი ისე რომ განვიხილოთ რა, ყველა ნეგატივის გარეშე კარგად რომ გავრეცხოთ და დაუბანოთ. ანუ ადამიანს უნდა რომ კარგი მისურვოს რა და უნდა რომ იმდენ ბედნიერი ვიყო რომ ეს ყველაფერი ესე მიგვარდებოდეს. მიხარია თუ ასეთი გაგებით იყო დაწერილი, მაგრამ ხალხი გაიგეთ რომ არ არის ეს მარტივი, ასე ეს ცხოვრება არავინ არავის არ ჩუქნის ისე დროებით